მოგესალმებით მეორე არხის ეთერშია თავისუფალი ტრიბუნა, მე გიორგი უძილაური ვარ. ჩვენი გადაცემის სტუმარია კოალიცია ქართული ოცნების წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომისტი შალვა მექობიშვილი. მოგესალმებით ბატონო შალვა. და ჩვენი საუბარი მინდა დავიწყოთ იმ სიახლით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თემაა დღეს საქართველოში, ეს არის გადაადგილებები მთავრობაში. ყველა მიცის, რომ პრეზიდენტმა დანიშნა ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადმოიყვანა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ვანო მერაბიშვილს ჩააბარა ძირითადად ის PR გეგმა, რომელიც უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ, რათა ეცადოს შეინარჩუნოს თავის პოზიციები არჩევნების შემდეგაც. პირველივე ინიციატივები, რაც მერაბიშვილმა გააჟღერა, იყო დაკავშირებული უმუშევრობის დაძლევასთან და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ძირითადად სოციალურ თემასთან დაკავშირებით. ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რა დატვირთვა აქვს მერაბიშვილს, რატომ მერაბიშვილი და არა იგივე გილაური, რომელიც ამავე ჯგუფის წევრი იყო, ამავე გუნდის წევრი იყო და თუ ხელისუფლებას სურვილი ჰქონდა გაეტარებინა ეს პოლიტიკა, რატო გადაწყვიტეს ამ პოლიტიკის გატარება მაინც ამ ცვლით, როდესაც ყველა ფაქტურად ერთმანეთის გვერდში დგას და ერთი გუნდია, ერთ გუნდად მოიაზრებიან. დიდი მადლობა ბატონო გიორგი მოწვევისათვის. მე მივესალმები ჩვენს მაყურებლებს. შევეცდები ყველა თქვენს შეკითხვაზე პასუხი გაგცეთ. რატო მერაბიშვილი და რატო გილაური არა? ეხლა ვინც არის პრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო, ყველაზე წარმატებული, ყოველ შემთხვევაში ხალხში ასოცირდება არის მერაბიშვილი. პოლიციის რეფორმას გულისხმობს. რა თქმა უნდა, პოლიციის რეფორმას, კარგ მენეჯერობას იმ კუთხით, რომ პოლიციაში დასაქმებული ყველა ადამიანი კმაყოფილია მისი მუშაობით და ხალხში შედარებით, სხვებთან შედარებით, სხვა მინისტრებთან შედარებით ავტორიტეტი ჰქონდა და ისედაც ყველა ამბობდა, რომ პრემიერ-მინისტრი გილაური კი არა, საქართველოში მერაბიშვილი. ფაქტიურად, პოსტფაქტუმ მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, როგორც ამბობდნენ, ყველა დე იურე გაფორმდა. მაგრამ ყველაზე უფრო მე რაც გამაკვირვა და არ მოველოდი, იყო გუშინდელი მერაბიშვილის განცხადება საქართველოს პარლამენტში. რამაც მე დამაბნია და მე მეშინია უკვე საქართველოს ხვალინდელი დღის და მომავლის. რას გულისხმობ? მე გულისხმობ იმას, რომ ბატონმა მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რა არის სტატისტიკის დეპარტამენტში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მას ციფრები არ აინტერესებს და ამ დროს ნებისმიერი ეკონომისტი, პირველი კურსის სტუდენტი და არა ეკონომისტის გეტყვის, რომ ციფრების გარეშე ქვეყნის მართვა წარმოუდგენელია. თუ არა გაქვს ციფრები, თუ არ აკეთებ ანალიზს, ისე ქვეყანას ვერ მართავ. და მე მინდა ბატონ მერაბიშვილს და დღევანდელ მთავრობას გავახსენო 2004-5-6 წლები. მაშინ როცა ციფრებს ყურადღებას აქცევდნენ, ქვეყანა წინ მიდიოდა და შედარებით წინსვლა იყო. იმ დროს მოისპო ქვედაფენებში კორუფცია, ელიტარული კორუფცია მერე კიდევ უფრო გამყარდა, მაგრამ ქვედაფენებში კორუფცია მოისპო და ქვეყანა წინსვლა ეტყობოდა. ბიუჯეტი ფაქტიურად იმ პერიოდში გაიზარდა დაახლოებით 5-ჯერ და დარჩა ერთ დონეზე. 2007 წლის შემდეგ სტაბილური მდგომარეობა გვაქვს. დაჟინკლიანში და პროდუქტში. არის უნიშნელო ცვლილება. ციფრებს ყურადღებას აქცევდნენ და იმ პერიოდში მე მუშაობდი კონტროლის პალატაში. ვიყავი ანალიზის და ანგარიშების სამმართველოს უფროსი, მე ვაკეთებდი კონტროლის პალატის ანალიზის ანგარიშებს მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით. ზურაბ სოსელია იყო არც გარდაცვლილი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, დაახლოებით 500 გვერდიანი მოხსენებები კეთდებოდა. და ბატონ ზურაბს რო ვეკითხებოდი, 4 კაცთან პირადად მას მიკონდა. ეს იყო სააკაშვილი, ნინო ჟვანია, ბატონი მერაბიშვილი და ბატონი ბურჯანაძის გულისხმობთ. დინო ბურჯანაძე. და ზურაბს ჟვანია 5 კაცთან მიკონდა პირადად მას. და იმ ციფრებს 500 გვერდიანი მოხსენებები კეთდებოდა. აბსოლუტურად ყველა სამინისტროზე მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე იყო საშინელი ციფრები, მაგრამ მთავრობა ყურადღებას აქცევდა იმ ციფრებს და რაღაცები სწორდებოდა. ეხლა თუ ციფრებს ყურადღება არ მიაქციეს, აბსოლუტურად დაენგრევა თავზე ყველაფერი და რატო გეტყვით თუ გინდათ? აქვე მინდა ვთქვა, რომ პროგრამა, რომელიც წარადგინა მერაბიშვილმა პარლამენტის წინაშე, იმ პროგრამაშიც არის ნახსენები, არა მარტო თქვა, პროგრამაშიც არის ნახსენები, რომ გამოდის, რომ ამ ხნის განმავლობაში არ ქონდათ არ აქვთ დღემდე სტატისტიკური მონაცემები უმუშევართა რაოდენობის და გეოგრაფიის შესახებ. ამ შემთხვევაში ცოტა გაურკვეველი ხდება ხელისუფლება აქამდე რას აკეთებდა, როგორ მოქმედებდა, ან საიდან ასკვნიდა, რომ არის უმუშევრების გარკვეული ამდენი დოზა და როგორ ამუშავებდა თავის პოლიტიკას უმუშევრობასთან დაკავშირებით. და ხომ არ არის ეს კავშირში პოლიტიკასთან, ანუ უმუშევრობის თემაზე ამგვარი მესიჯის ჩადება, ხო არ არის ეს დაკავშირებული პოლიტიკასთან იმისთვის, რომ ახსნან ამდენი ხნის განმავლობაში რატო არ
მუშაობდნენ უმუშევრობაზე. რა თქმა უნდა, რატო დაიწყეს დღეს? რომ არ დაბრალდეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში. რა თქმა უნდა არის და მე პირიქით ვაბრალებ ამას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას, იმიტომ რომ უბრალოდ შიში იგრძნეს ეხლა და ცდილობენ რაღაცა გამოასწორონ. პირველად ითქვა რომ საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებს ყველა ოჯახი, ყველა პიროვნება და ისინი ყველა ოჯახს და ყველა პიროვნებას აგრძნობინებენ წისვლას, რომელიც აქამდე შედეგი არ ქონდა მოსახლეობისთვის. ანუ სიტყვა სარგებელი შემოიტანეს. ყველა მიიღებს თავის სარგებელს. ეხლა მე მინდა ციფრები მოგიყვანოთ ეხლა ძალიან ცუდია რო არ გამოჩნდება. დღეს ამოვიხე სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან. 2003 წელს დასაქმებული იყო საქართველოში 1814,000 კაცი. ეხლა არის დასაქმებული 1664,000 კაცი. ანუ 150,000 კაცით ნაკლები. რას აკეთებდნენ ესენი 8 წლის განმავლობაში? ამ პროგრამაში უწერია თუ საქართველოში ინვესტიციები შემოვა მომავალ 4 წელიწადში 4 მილიარდი დოლარი. სხვადასხვა ეს მინდა კითხოთ, არის თუ არა ეს შესაძლებელი ამგვარი პროგნოზირება, როდესაც წერენ და აქ არ ეხება მარტო ინვესტიციების შემოსვლას, აქ არის გათვლილი პირდაპირ რამდენი ადამიანი დასაქმდება კონკრეტულ მიმართულებაზე. მე მივყვები ახლა ამ პროგრამას და გეტყვით ყველაფერს. ესე იგი ამ 8 წელიწადში ინვესტიცია შემოვიდა 8 მილიარდ 200 მილიონი ლარის. ანუ იმ გათვლები თუ 4 მილიარდი დაასაქმებს 80,000 მოსახლეს, ახალი დასაქმებული ადგილის შეიქმნება, განვლილ პერიოდში უნდა შექმნილიყო მარტო ინვესტიციებიდან შემოსვლის შედეგად 164,000 ახალი სამუშაო ადგილი. ციფრები სხვას ღაღარდებენ. ეს მათი მთავრობის ოფიციალური ციფრებია. 165,000 კაცით არის შემცირებული დასაქმება. ეს არის ოფიციალური მთავრობის ციფრები. ამიტომ ან ინვესტიციები არ იყო ამ ზომის, ან ინვესტიციებს არ შეუძლია დაასაქმოს ამდენი ადამიანი. ან ესე იგი ინვესტიციები წავიდა სულ სხვა გზით. ან ბევრი რაღაცა. მე მინდა კითხოთ, როგორც ეკონომისტს, არის თუ არა გათვლა ამ ფორმულა არსებობს თუ არა ამ ეტაპზე სოფლიოს ეკონომიკური რეალობის ამ ეტაპზე რამდენი ადამიანის დასაქმება შეუძლია გარკვეულ თანხას ინვესტიციებს. მაგალითად 1 მილიარდით თუ შეიძლება გამოითვალოს რამდენი ადამიანს. რა თქმა უნდა შეიძლება. 50,000 დოლარი როგორც წესი მინიმუმ ერთ ადამიანს ასაქმებს. გამოთვლილი სწორია. 4 მილიარდს უნდა დაესაქმებინა 80,000 და 8 მილიარდ 200 მილიონი თუ შემოვიდა 164,000 დაასაქმებს, მაგრამ ესენი რას აკეთებენ ახლა? აი გუშინ ახალი მინისტრის პოსტი შემოიღეს. დასაქმების მინისტრის. და რამ გამაკვირვა იცით? ესე იგი 900,000 გეგმა დაუმტკიცეს 4 თვეში. 4 თვე დარჩა, ხო? წლის დამთავრებამდე რაღა დარჩა. ნუ აგვისტოს უჩავდით 5 თვე, ხო? არა, 4 თვე დარჩა. ესე 4 თვეში 900,000 ლარი. 900,000 ლარი უზარმაზარი თანხა 20-25 კაციან სამინისტროსთვის. ეს ფუნქციები შრომის ჯანმრთელობის დაცვის ხო ქვია სამინისტრო. შრომის სამინისტრომ უნდა იყისროს და იქ თუ მისი მოადგილე ერთ-ერთი ვისაც ეკისრება ეს ფუნქცია არ ასრულებდა კარგად მოვალეობას დაენიშნათ ეს პიროვნება. მაგრამ ფუნქციებით როგორც წერია პროგრამაში, ფუნქციებით ის უფრო სტატისტიკის დეპარტამენტის დამრეგულირებელი იქნება, ამ ფუნქციებს, რასაც დასაქმების სამსახური უნდა გააკეთოს ახალმა სამინისტრომ, დღეს აკეთებს შრომის დაცვის სამინისტრო, ნაწილობრივ სტატისტიკის სამსახური და ნაწილობრივ ეკონომიკის სამსახური. მაგრამ შრომის ქვია, შრომის ჯანმრთელობის დაცვის სამსახური. და გითხრათ ახლა ამ 900,000 ლარით, რომელიც დაიხარჯება და ანუ ერთ თანამშრომელზე დაახლოებით დაიხარჯება თვეში 10,000 ლარი, ჯობდა რომ პრეზიდენტის ბოლო პროგრამა გახსოვთ ღიმილიანი საქართველო. 45,000 მოხუც ადამიანს უკბილო საქართველოში, როცა 80%-ს აბსოლუტურ უმრავლესობას კბილი არ აქვს საქართველოში, გაუკეთებდა პროტესტს. 45,000 ადამიანს 900,000 ლარით. მომავალ წელს არა თუ 4 თვეში 900,000 ჯდება წელიწადში 2,700,000 135,000 კაც გაუკეთებდნენ. ამიტომ ეს თუ დაასაქმება ნიშნავს იმას, რომ ახალი სამსახურით მაშინ გაიზრდება 25 კაცით, 30 კაცით. ეს არის მთელი სინამდვილე და რეალობა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის. ასევე მაქვს კითხვა ამ კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებითაც. რატო გადაწყვიტა ხელისუფლებამ გაეხმაურებინა საიდან მოხდებოდა ამ თანხის საკუმულირება? ამ 900,000-ის. ანუ ეს არის ვალების მომსახურების თანხა. რატო გაახმაურეს ეს? მისცი ხო უნდა მოიტანა წესით ეს უნდა გაეკეთებინა როგორ იცი წესით ნორმალურ ქვეყანაში თუ ახალ სამსახურს ხსნი. იმიტომ რომ აქამდე არ ყოფილა იმის ფაქტი რომ ხელისუფლებას ეთქვა რომ მე ვხსნი ამ სეგმენტიდან და გადმომაქვს თანხა. წესით უნდა
ეს თანხა მოეხსნა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურიდან, იმიტომ რომ ძირითად ფუნქციას ეგასრულებდა შრომის ქვია. უნდა მოეხსნა ნაწილობრივ, მაგრამ სტატისტიკას ისესაც დაბალი აქვს და ეკონომიკის სამსახურიდან, რომელსაც უზარმაზარი თანხები აქვს და რას აკეთებს კაციშვილმა არ იცის. ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს ესა. დასაქმებაზე მარეგულირებელი ფუნქციების შესრულება. ეხლა რაც შეეხება შემდეგ იმას, რამაც მე ამ პროგრამაში გამაკვირვა, რომ ესე იგი ინფრასტრუქტურის პროექტები განხორციელდება და ესე იგი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნა. მაგალითად ტურიზმი მოიტანს 120,000 სამუშაო ადგილს. ეს არ არის მცირე თანხა. ეხლა გითხრათ ტურიზმის განვითარება ამ მიმართულებით თუ აკითხება ვიზიტორები, იმიტომ რომ ხელისუფლება ხშირად манипуლირებს ვიზიტორის და ტურისტის გაგებით. კარგი შეკითხვა დამისვით რა, ვერ მივედი მანამდე მინდოდა ერთი რაღაცა მეთქვა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბოლო 4 წლის განმავლობაში ისა 4 მილიარდ ლარამდე მეტი დაიხარჯა, რასაც უნდა შეექმნა დაახლოებით 60,000 ახალი სამუშაო ადგილი და თუ შეხვალ სტატისტიკის დეპარტამენტის სამსახურში მშენებლობაში 2007 წელს მუშაობდა 52,572 კაცი და 2011 წელს 31,517. აქაც შემცირდა. უზარმაზარი თანხები იხარჯება და ამ დროს დასაქმებულთა რაოდენობა ოფიციალური ციფრები მცირდება. აი მაგალითად იუსტიციის სახლი, რომელიც შენდება ბარათაშვილის ხიდთან, მშენებლები ძირითადი ნაწილი, უდიდესი ნაწილი არიან ჩინელები, რომლებიც მიზერულ თანხაზე მუშაობენ. როდესაც ესეთი მშენებლობა მიდის, ჩინელი ჩაითვლება თუ არა დასაქმებულა და მოხდება თუ არა სტატისტიკაში, ესეც საინტერესოა. არ ვიცი, ჩვენ იმიტომ რომ იქ ადამიანები დასაქმდებიან, მაგრამ სტატისტიკა არ გვაწვდის ინფორმაციას, რომ ვინ დასაქმდა, რომელი ქვეყნის მოქალაქე. ეს მაგალითი მოვიტანე იქიდან გამომდინარე, რომ გზებზე ხშირად საქმდებოდნენ უცხოეთის წარმომადგენლები და აქაც ნახსენებია, რომ დაიგება 5,000 კილომეტრი გზა, რაც დაასაქმებს 13,000 ადამიანს. ეს 13,000 ადამიანი არის ელექტროსადგურებზე. ბოდიში 40,000 დაასაქმებს. ეხლა გითხრათ რა. აი ამ 140,000 ახალ სამუშაო ადგილზე თანმიმდევრობით მიყვეთ რა ტურისტებთან დაკავშირებით. გასულ წელს 3 მილიონ ტურისტამდე შემოვიდაო პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა. ოფიციალურად შემოვიდა ვიზიტორი 2 მილიონ 820,000 კაცი. წინა წელს შემოვიდა 2 მილიონ 20,000. ვიზიტორებს გულისხმობ. ვიზიტორი ტურისტი ესენი იძახიან ტურისტად თulis და ტურისტად ჩავთვალოთ პრეზიდენტი სააკაშვილი ტურისტად. ანუ ერთ წელიწადში კარგი იქნება თუ ჩვენ მოსახლეობას აუხსნით რა არის სხვაობა ტურისტსა და ვიზიტორს შორის. ვიზიტორად ითვლება მაგალითად ძღოლი რომელიც შემოვა რომ გაიარო საქართველოს ტერიტორია და ჩავიდეს აზერბაიჯანში, ანუ იქ შეიძლება გაჩერდეს სასადილოში ისევ აზერბაიჯანელების ან თურქების სასადილოებია სპეციალურად ამ მძღოლებისთვის გაკეთებული, ანუ იქ დახარჯოს ფული და ის ფული ისევ გავიდეს ქვეყნის გარეთ და გააგრძელოს მაგზა. ტურისტი არის, რომელიც 24 საათზე მეტ ხანს ჩერდება და იყენებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ტურისტისთვის არის. რა თქმა უნდა, მაგრამ მე საინტერესო ციფრებს გიტყვით, რომ 140,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ესე იგი 1 მილიონი დაახლოებით ტურისტის შემოსვლამ 2011 წელს 2500 კაცით შეამცირა სამუშაო ადგილები რესტორნებში და სასტუმროებში. ჩვენთან ისეთი არეული სიტუაცია აბსოლუტურად არასწორია ყველაფერი აბსოლუტურად რა რომ 140,000 კი არა ამ ტემპით თუ წავიდა 1,200,000 კაცი სამუშაო ადგილი დაკარგა 140,000 შემცირდება მომავალში კიდეც რა ეხლა რა შეეხება გზებს აქაც ხო გითხარით არა მშენებლობაში უნდა დაიხარჯოს გზის მშენებლობის იმით გადის დაახლოებით 4 მილიარდი ლარი დაიხარჯა მშენებლობაში 20,000 კაცის შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა. ან ეს ფული არ იხარჯება, ან იხარჯება მიზერული ფული და ეს ფული მიდის ელიტარულ კორუფციას რო ეძახიან აი ეკა. 1,530,000,000 ლარი დაიხარჯა გასულ წელს ინფრასტრუქტურულ მშენებლობებს. მითხარით აბა საქართველოში სად შეიძლება დახარჯულიყო გასულ წელს 1,530,000,000 ლარი. და აი კონტროლის პალატა იმიტომ ვახსენე მე რომ კონტროლის პალატის უშუალო მოვალეობაა ეს სახელმწიფო ხარჯები თქვენი, ჩემი თითოეული შენატანი როგორ იხარჯება და რანაირად იხარჯება გააკონტროლოს. ბოლოს 3 წელია მე თვალყურს ვარდევნებ კონტროლის პალატის მუშაობას, გულის შემტკივე ამ სტრუქტურაზე და ვერ ვნახე ერთი დოკუმენტიც კი, სადაც ამოდენა ხარჯებზე რეალური სურათი იყოს დადებული. აბსოლუტურად არ არის არც ერთ დოკუმენტში. ის კი არა გასული წლის ანგარიში ვნახე თავისი მუშაობის და წერია 31 გვერდიც მახსოვს რომ კონტროლის პალატამ 2009-2011 წლებში 30 აუდიტორული შემოწმება ჩაატარა და გააგზავნა ყველა პარლამენტში. პარლამენტიდან გამოვითხოვე ესე და მითხეს მარტო 5 აუდიტა იმ 5 გამომისა.
25 სად გაქრა კაციშვილი მარიცის, ან რატო წერია, რატო მოიწვილეს, ან სად არის ეს აუდიტორული ისა. ჩვენ ხალხის ფულით არსებობს კონტროლის პალატა. 12 მილიონია თუ არ ვცდები ეხლა მაგათი ბიუჯეტი. ხო უნდა ვიცოდეთ ხალხმა, სად იხარჯება ეს ფული. სად მიდის ეს მილიარდობით ლარი. აბსოლუტურად. და მე შეკითხვები მაქვს ბევრი მთავრობასთან, განსაკუთრებით ახალ პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ამაყობს, რომ მართლა მოხდა იმ 3 წელიწადში ეს ქურდობის მოსვობა, დაბალ დონეზე კორუფციის ისა, მაგრამ ხალხმა რა ნახა? მე მინდა ხალხზე ვილაპარაკო ეხლა და ძალიან საინტერესო ციფრები მაქვს, თუ რამდენიმე წამით რო გვაქვს, მოგახსენებთ რა. თუმცა მოგვიანებით მინდა კვლავ დაუბრუნდეთ პროგრამას, იმიტომ რომ იქ სხვა ინიციატივებიც იყო, მაგალითად 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელმაც გაუგებრობა გამოიწვია, ბევრი ფიქრობს, რომ როდესაც ხელისუფლებამ გაახმაურა, რომ 4 წლიანი 1000 ლარიანი ვაუჩერი თვითონ ფრაზა ისე ჟღერს, მაგასაც მოგახსენებთ, რომ 4 წლის განმავლობაში მიიღებენ 1000 ლარს. მაგასაც მოგახსენებთ. აი ძალიან საინტერესო ციფრებია. კერძოდ როგორც ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა და მე მინდა განსაკუთრებით რეგიონებს შევეხო. თბილისში ასე თუ ისე მინიმალური ცხოვრების დონეზე, ანუ ცხოვრების მინიმუმი, რაც არის საერთო საარსებო მინიმუმი, არის ერთ სულ მოსახლეს, რო ავიღოთ ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი, რასაც მოსახლეობა და ბიზნესმენები ოფიციალურად ღებულობენ, რაც სტატისტიკით დაფიქსირებულია და რასაც პენსიით ღებულობენ, ერთ სულზე გამოდის დაახლოებით 6 ლარამდე. მაგრამ გურიაში რა ხდება ახლა? პენსიონერების შემოსავალი და ბიზნეს სექტორის ეს ოფიციალური სტატისტიკა, ყველა ციფრი რაც მომაქვს, მე აბსოლუტურად ოფიციალური სტატისტიკა. გასულ წელს ერთ ადამიანს გურიაში საშუალოდ მოსახლეობიდან გამომდინარე ბიზნესიდან და პენსიიდან შემოსავალი დღეში ჰქონდა 96 თეთრი. ანუ 1 ლარიც არ ჰქონდა. მაშინ როცა ციხეში სახელმწიფო იხდის მარტო ჭამაზე პატიმრის შენახვაზე 2.6 ლარს. როგორც ვიცი, გაეროში სტანდარტია $1.5 ნაკლები თუ არის ნახევარია საქართველოს. 96 ცენტია. ესე იგი, ისა 96 ცენტია და ის $1.5. ანუ სამჯერ ნაკლებია იმაზე. ეხლა რა ხდება გურიის გარდა სხვა რეგიონებზეც რო გადავიდეთ. კახეთში ეს მაჩვენებელი არის 1 ლარი და 2 თეთრი. დღეში შემოსავალი. ამ დროს კახეთზე მინდა ვთქვა, რომ ციფრები ძალიან კარგად მომახსოვრდება. გასული წლის 3 სექტემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში ვენახში პირველად ჩაატარა თათბირი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა კახეთის გუბერნატორი და 8 გამგებელი. და იქ შეეკითხა სოფლის მეურნეობის მინისტრს, რამდენი ყურძენი მოვა. იმან მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ კახეთზე გამოიყვანა 150,000 ტონა. თითოეულ ოჯახს შემოსავალი რამდენი ექნება? 40 თეთრზე გადაიანგარიშა და 60 მილიონი ლარი. რამდენი ოჯახია? 100,000 ლარი. 60 მილიონი პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაყო 100,000 და მიიღო 5,000 ლარზე მეტი. იქ გუბერნატორმა დაამატა, რომ თითო ოჯახს შემოსავალი ექნებოდა 8,000 ლარზე მეტი. ეხლა სხვა რეგიონში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში ვინც შეხედავდა ამ გადაცემას, აჩვენებს იმედი რუსთავი 2, პირველი არხი, რომ აყვავდა კახეთი. ამ დროს 5,000 ლარი კი არ გამოდის. 60 მილიონი რო 100,000-ზე გაყო, არის 500 ლარი. 500 ლარი, 500 ლარი. თუმცა ეს 500 ლარი საკითხავია მიიღეს. 500 ლარი საკითხავია ახლა 40 თეთრი. ყველა კახელი დამეთანხმება, რომ 1 კილო ყურძენზე 40 თეთრი არავის არ რჩება. პირიქით 40 თეთრი ჩასაბარებელი არ არის. მაგრამ როც დარჩენოდა 500 ლარი ოჯახზე და აი რეალური ციფრები ეს არის, ლარი და 2 თეთრი. შემდეგ სხვა რეგიონებს გული რო დაწყდეს რაჭა-ლეჩხუმში ცოტა მეტია, ლარი და 30 თეთრი, სამეგრელოს ზემო სვანეთში ლარი და 33 თეთრი და გურიასავი ანუ დოლარამდე ჯერ არც ერთი არ ასულა. სამცხე ჯავახეთში არა, 0.33 თეთრი, კი ბატონო, ქვემო ქართლში 1 და 58 თეთრი, შიდა ქართლში 1 და 0.8 თეთრი. აქ არ შედის აი გურიაში ვთქვათ, გუბერნატორის და მისი გარემოცვის საკრებულოს და იქ რაც ხელფას იღებენ და ადგილობრივი პოლიციის და პროკურატურის ოჯახის წევრები. დანარჩენი ყველა შედის აქ. სხვადასხვა მათი ხელფასების რაოდენობიდან გამომდინარე შეიძლება შეცვლილიყო კიდეც. არა, მათი დიდ გავლენას არ მოახდენს. მთლიანად საქართველოში მათ ციფრებსაც თუ ჩავთვლით, იმ ციფრებსაც, რასაც ისინი ღებულობენ, იმ ციფრებსაც თუ ჩავთვლით და უცხოეთიდან შემოსულ თანხებს, არა, ერთ იმაზე სულზე დაახლოებით გამოდის საქართველოში 5 ლარამდე. ანუ საარსებო მინიმუმის ტოლია და ეს ძალიან გასაკვირია. იმ ქვეყანაში, სადაც ოფიციალურად 740,000 მანქანაა, აქედან 133,000 ჯიპი. ამ ქვეყანაში საშუალო შემოსავალი უცხოეთიდან შემოსული თანხებით, საბიუჯეტო ხელფასები აღებული,
ბიზნესიდან 3 მილიარდ 80,000 თეთრია გაცემული ხელფასის და პრემიების სახით და პენსიები მილიარდია, არის ერთ სულ მოსახლეზე რო გაყო, მხოლოდ 5 ლარი. ანუ საარსებო მინიმუმის ტოლფასი და ამ დროს ამ ქვეყანაში რესტორნები გადაჭედილია. 133,000 ჯიპი დადის, დაახლოებით 500,000 მსუბუქი მანქანა. საიდან როგორ რანაირად? თუ არ არსებობს უზარმაზარი სხვა წყარო, სხვა შემოსავლების როგორ რა წყაროა თქვენი აზრით ეს? ჩემი აზრით ეხლა სხვა თემაზე გადავდივარ და მე კი ბატონო 2 კვირის წინ შევისწავლე, არა 2 კვირის წინ მომნეცა საშუალება რომ გამომექვეყნებინა ეს. დაახლოებით 3 თვის წინათ უცხოურ პრესას ვეცნობოდი და თომას დე ვალი არის კარგენის ინსტიტუტის ცნობილი მკვლევარი და იქ ციფრებს რო შევხედავ ციფრებს ხვდები უკვე ეს ციფრი წვილია თუ მართალი და ციფრი შემეფეთა რომ საქართველოსთან ამერიკის სავაჭრო ბრუნვამ 714 მილიონი დოლარი შეადგინა მათ შორის იმპორტმა 538 მილიონი დოლარი დანარჩენი ექსპორტმა დაახლოებით 180 მილიონი დოლარამდე. 1-2 კვირის წინ მანამდე განაკეთები მქონდა საგარეო ჩვენი ბრუნვის ანალიზი და იქ საქართველოს მხარეს ეწერა 246 მილიონი. ამერიკელებს 538 მილიონი. დამეჭვა ამ ციფრებმა უბრალოდ და მოვინდომე პირველად დავეჭვი რომ შეარაღებას ხო არ აგზავნიან ამერიკელები არ მალავენ და ჩვენები მალავენ თქვა. შემდეგ ცვლად შევედი და ჩემდა გასაოცრად ამერიკას აქვს წინვალი სტატისტიკური სამსახური. სადაც 92 წლიდან დღემდე საქართველოში რა პროდუქცია წამოვიდა, პროდუქციის სახეობების მიხედვით, რა პროდუქცია მიიღო, ყველაფერი აქ დალაგებული და გამოქვეყნებული. აი ქვეყანა გამჭვირვალედია ყველაფერი. ჩვენ როგორ აგვაქვს იცით? აი ქვეყნის მოძებნა თუ გინდა, ყველა ქვეყანა ერთად არის შეყრილი, თვეების მიხედვით არის დაწყობილი და წელიწადი რო გამოიყვანო, ყოველი თვე ცალ-ცალკე ექსპორტი, იმპორტი ერთად არის შეყრილი აბსოლუტურად. აი ეს შრომატევადი სამუშაო გავწიე და რა მივიღე. ამერიკიდან წამოსული ბოლო 8 წელიწადში შევარდნაძის პერიოდი არ არის, იმპორტი არ იყო აღრიცხული საქართველოში მილიარდ 400 მილიონი დოლარი და ჩვენგან წასული ექსპორტი ამერიკასთვის იმპორტი 512 მილიონი დოლარით მეტი იყო დაფიქსირებული. და ამაზე ნუ ატყდა მთელი ამბავი და აი თავობის გითხრათ ეხლა რატო და ეს არის ჩრდილოვანი ეკონომიკა უზარმაზარი შემოსავლები მოდის მაგრამ ხო იცოდნენ რომ ეს ამერიკის მხარე მაინც დააფიქსირებდა ამას ამერიკის მხარე აფიქსირებდა მაგრამ როგორია იცით ძალიან შრომატი ტევაზის სამუშაოა ეს უცბად ვერსად ვერ იპოვი ამას რომ ისაკლა ნახო რა ასე რომ საქართველოში ამდენია და იქ იმდენია ვერ იპოვი თუ ძალიან არ მოინდო შეიძლება ამას კორუფცია დაერქვეს ეს ჩრდილოვანი ეკონომიკა და ჩრდილოვანი ეკონომიკა კორუფცია. ეხლა გითხრათ ეხლა დააბრალეს სამთავრობო ექსპერტებმა და მთავრობას მიტმასილმა ექსპერტებმა მეთოდოლოგიას. ეხლა გითხრათ მე სპეციალურად შევინახე, მე საშუალება არ მქონდა ჩემთვის, რომ ეს მეთოდოლოგია არაფერ შუაში არ იყო, ეხლა მოგასცენებ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით. ნავთობის პროდუქტები, კერძოდ ზეთები შემოდის ამერიკიდან დიდი რაოდენობით, მანქანის ზეთები. 57 მილიონი 600,000 დოლარისაც წამოსული და აქ დაფიქსირებულია 700,000 დოლარის, ანუ 1.4%, 98 და 4% სად დაიკარგა ღმერთმა არ იცის. მაგრამ ძაღლის და კატის საკვები წამოსულია 4.778.000 დოლარის და საქართველოში დაფიქსირებულია იგივე 4.771.000 დოლარის. ეთყობა ძაღლის და კატის საკვები არაპრესტიჟულია. ჩვეულებრივ პიროვნებებს შემოაქვს და აბსოლუტურად იბეკრება ყველაფერი. აქ მეთოდოლოგია არ არსებობს. ოღონდ სასმელებში, აი ზეთებში, სასმელებში 90%-ია დაფიქსირებული, ისა ჩრდილოვან ეკონომიკაში მოქცეული და 10%-ია დაფიქსირებული. ბრინჯში 13%-ია დაფიქსირებული, 87% ჩრდილოვან ეკონომიკაშია ჩართული. ხორცში, ალბათ მე ვფიქრობ, ამერიკიდან ძირითადად ქათმის ხორცი შემოდის. 101 მილიონი დოლარია წამოსული, 33 მილიონი დოლარია დაფიქსირებული. თქვენ ეს კვლევები არ გააცანით დიპლომატიურ კორპუსს? დიპლომატიურ კორპუსს გავაცანი, სხვათა შორის დაინტერესდნენ ძალიან და დღიარ გავა, რომ აი გუშინ იაპონიის საელჩო მოგმართა და გაუგზავნეთ ინგლისურად ნათარგმნი, ითხოვენ რა თქმა უნდა ინგლისურად ნათარგმნს, იქ ესწრებოდა ძალიან ცოტა ჩემდა გასაკვირად, მაგრამ იაპონიის საელჩო არ ესწრებოდა და თავისით მოითხოვეს ეს კვლევები. თხოვენ ახლა რომ იაპონიასთან გავაკეთოთ შედარებები,
ალბათ მოგვეხმარება იაპონიის საელჩო, რომ როგორც ამერიკასა გამოქვეყნებული, ისე სამწუხაროდ ვერ ვიპოვე მე იაპონიას რო კონდეს გამოქვეყნებული, იმიტომ რომ თუ არ არის არა პროდუქტების მიხედვით ისე ვერ გააკეთებს შედარებას. ამერიკას აქვს, ალბათ სხვა საელჩოების დაგვეხმარება ამაში. გერმანია დაინტერესდა, რუმინეთი, არ ვიცი, ძალიან ბევრი ქვეყანა. აი თქვენ დაცვა უნდა აიყვანოთ, ისეთ თემას ახალ შეხებული შეიძლება. არა მგონია დაცვა, მე ქვეყნის სასიკეთო, ამათ სასიკეთოდ ვამბობ. აი მერაბიშვილს ეხლა თუ უნდა გამოსწორება რა, ურჩევ ეხლა. ეს $1.9 billion ძალიან ადვილად საპოვნია. ამერიკის შესაბამის სამსახურს რომ მიმართოს 15 წუთში ექნება რა ფირმამ შემოიტანა აქ მებისმიერი პროდუქცია არის ის იმის შესახებ რომ ეს ჩრდილოვანი ეკონომიკა არსებობდა. შეიძლება გარიცოდეს მერაბიშვილმა, არ გამიკვირდება. იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ცნობილმა აი როგორმა ექსპერტმა არიცოდა, იცი, ყველამ პირველად წინააღმდეგობა გამიწია აბსოლუტურად რა. მაგრამ ვიღაცა ხო არის, ვინც ეგრეთ წოდებული კრიშაა ამ საქმის, როდესაც ეს არა, ის ხო არ იტყვის მაგას არა. ის შეიძლება მერაბიშვილსაც ატყვილოს, მე რა ვიცი. ძალიან გასაკვირია და უნდა შეისწავლო, რა ვიცი, ან თვითონ არის ჩართული, ან ატყვილებენ რა. ამიტომ ძალიან ადვილი საპოვნია ეგ. მეტის მეტად ადვილი. ეხლა თემას გადავუხვიდ, ამ თემაში ბევრი რაღაცა საინტერესო და ისა, იმიტომ რომ მე მინდა რომ ძალიან კარგად განვიხილოთ ეგა, ძალიან მაინტერესებს პენსიების ამბავი. მოდი დავიწყოთ ჯერ დაპირებით, რომელიც მერაბიშვილმა გააკეთა, ეს არის 4 წლიანი 1000 ლარიანი ვაუჩერი. თქვენ ჩაეძიებოდით ამას და გაარკვევდით რა იგულისხმება, თუ არა გაქვთ ეს? არა, მე ჩავეწიე ამას, როგორ აიცით, სტატისტიკიდან გამომდინარე ძნელია დასადგენი, მაგრამ სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ციფრებს დავაყენოთ, საქართველოში არის დაახლოებით 1,900,000 ოჯახი. არ მგონია საქართველოში ამდენი ოჯახი იყოს. მაგრამ თითო ოჯახს თუ 1000 ლარიან ვაუჩერს აძლევს, ეს 4 წელზეა გათვლილი. ანუ 1000 მაგრამ არსად არ წერია, რომ ეს ვაუჩერი არა, უნდა დაიყოს წელიწადში 250 ლარად და იმათ, არსად არ წერია. აქედან გამომდინარე, მას შეუძლია 1000 ლარიანი ვაუჩერი მიცეს ეხლავე, ან ერთ თვეში, ან ორ თვეში. მაგრამ ეს მოსყიდვად არ შეითვლება ეხლა. ეს რა თქმა უნდა მოსყიდვა. მაგრამ დაკანონებული მოსყიდვა უკვე რა. სხვათა შორის ლიბერტარიანულმა ჯგუფმა თქვა რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის, როდესაც ხელისუფლება ასეთ ცვლილებას აკეთებს. არ გულისხმობ პოლიტიკას, გულისხმობ ეკონომიკურ ფაქტორს. არა, ერთი მხრივ მე რას ვიცახი, იცით? ეს 1000 ლარიანი ვაუჩერს ვინც მიიღებს, არა, ის იმ პიროვნებებისთვის დაკარგული ფული იყო. მაინც. და ეს დაიხარჯებოდა, თქვათ, ვითომ გზების მშენებლობაში და ვითომ დასაქმების შესაქმნელად, რომელიც არ იქნება და ჯობია ვიდრე ელიტარული კორუფციის გზით ვიღაცის ჯიბებში მოგდეს, ისევ ხალხთან მოგდეს, ხო? ეს 1000 ლარიანი, მაგრამ აშკარად ის არის. გააჩნია ვის მიცემენ. მოდი გამოაქვეყნო. აი ვის მიცემენ ამ 1000 ლარიან ვაუჩერს და როგორ დაიხარჯება, გამჭვირვალე გახადო. სანამ ამ ქვეყანაში, როგორც ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოშია, გამჭვირვალე არ იქნება საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები, ისი ამ ქვეყანას არ იშველება. და ვანო მერაბიშვილი ვერაფერს ვერ მიაღწევს. ჩემი რჩევა იქნება მისთვის კიდევ. შეიძლება სპეციალურადაც ხურავენ ბიუჯეტს იმისთვის, რომ მაგალითად ოპოზიციურმა ძალებმა არ გამოიყენონ ეს, არ შეხედონ რა ხდება რა თქმა უნდა და არ გამოთვალონ უკვე უფრო დაზუსტებული ალტერნატიული ვარიანტები იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ეგეც შეიძლება. გასაგებია, მე მინდა ისევ გავაგრძელო ამ პროგრამასთან დაკავშირებით საუბარი. რამდენად თვლით, რომ ეს მთლიანად პროგრამა და ის შეთავაზებები, რომლებიც მერაბიშვილმა გაახმოვანა, მოსახლეობაში ადეკვატურ რეაქციას გამოიწვევს, ანუ მოახერხებენ ყურადღების გადატანას მათზე და ხალხი მართლა დაიჯერებს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ეს გააკეთოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებას დაპირებები ადრეც გაუწია. კი ბატონო, მე გითხარით უკვე ღიმილიან საქართველოსზე 8 წლის განმავლობაში, როცა ადამიანს არაფერი არ გაუკეთებია, ძალიან ძნელია დღეს ადამიანებს დააჭერო, გინდა 1000 ლარიანი ვაუჩერი დაურიგო, ყველას აბსოლუტურად, რომ ის ხვალდაზე საქმეს გააკეთებს. და რატო გეუბნებით ახლა? ჯერ ერთი პენსიები ყველაზე საინტერესოა 4 წელიწადში 6 მილიარდი დაიხარჯება. ეს რო გაყო პენსიონერების რაოდენობაზე, მიიღებ თვეში 151 ლარს, მეც არა. ესე იგი საპენსიო მინიმუმს წერენ აქ ალბათ გულისხმობენ დაზღვევასაც, კაი, 15 ლარიან დაზღვევას, რაც სექტემბრიდან პენსიონერებს დაპირდა. მაგრამ 151 ლარი დღეს არაფერი არ არის და მე რა მგონია, იცი, ჩვენ ხელისუფლებას დაავიწყდა საერთოდ აფხაზეთი და ოსეთი რო დასაბრუნებელი არის. და რატო, იცი, გეტყვი. სხვადასხვა არსად არ ახსენებენ. არა, მაგას თავიდანებენ, რო არ ახსენებენ. თქვენ იცით აფხაზეთში და სამაჩობლოში პენსია რამდენია?
$350. ეხლა მე გეუბნები თქვენ გიორგი უძილაური ცხოვრობთ ან აფხაზეთში ან სამაჩაბლოში. თქვენ და თქვენი მეუღლე დიდხანს პენსიონერი არ იქნებით, ხართ პენსიონერები. ღებულობთ ორივე $700. ჩამოხვალთ იმ ქვეყანაში, სადაც $132 იქნება თქვენი პენსია. მითხარით პირდაპირ რა. როგორ დაიბრუნოთ? სანამ საქართველოს მიმზიდველი არ გახდება იმ აფხაზი და ჩვენი მოძმე ოსი ხალხისათვის, ამას ვიძახი 98 წლიდან. მანამდე დაფიქრებაზე, გაფიქრებაც კი ძალიან. ჩვენ მეზობლებში რა? ჩვენ მეზობლებში აი მაგას გეტყვით რა. ყველაზე ცუდი ეგ არის რომ ყველაზე ცუდი საშინელი ისა გვაქვს ციფრები. სეპარატისტებზე საუბარი არ არის. სეპარატისტები ბევრად უფრო კარგი მდგომარეობა აქვთ. ბევრად გაცილებით უკეთესი მდგომარეობა და სეპარატისტებს თავი დავანებოთ, იქ ხო ჩვენთან შედარებით ბევრად მეტია. ეხლა ჩვენთან ისა სრომის სტაჟზე დანამატი არის $10, ანუ $6. ეხლა როგორია სხვადასხვა ქვეყნებში გეტყვით. სომხეთში $66-ია, ჩვენი $6-ის მაგივრად, ანუ 11 ჯერ მეტი. უკრაინაში $217, გაჭირებულ უკრაინაში, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით დიდი ხანია უკან ჩამოვიდიეთ, 36 ჯერ მეტი აქვს. ბელარუსში დანამატი სტაჟის მიხედვით $269 აქვს, ანუ 45 ჯერ მეტი. ჩვენთან $6 კიდევ ვიმეორებ. ყაზახეთში $291, ლატვია, ლიტვას აღარ ვამბობ, გაჭირვებულ მოლდავეთში $179, ანუ ჩვენზე 30 ჯერ მეტი. ტაჯიკეთი რო ტაჯიკეთია, იქ $42, ანუ 7 ჯერ მეტი. რუსეთში $393, ანუ ჩვენზე 66 ჯერ მეტი. 66 ჯერ მეტი. ეხლა თვითონ პენსია. ეს დანამატი. პენსია ჩვენთან არის $60 ეკვივალენტი. აზერბაიჯანში, უკრაინაში და ყაზახეთში $156, ანუ 4.4 ჯერ მეტი. სომხეთში $82, 37%-ით მეტი. ბელარუსში $205, 3.4 ჯერ მეტი. ლატვიას, ლიტვას აღარ ვამბობ, მოლდავაში ჩვენზე მეტია. ევროკავშირზე საერთოდ ლაპარაკი. ნუ ევროკავშირზე და ევროპაზე ხო ლაპარაკი არ არის. იგივეა მთლიან შიდა პროდუქტთან მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ხელისუფლება როდესაც манипуლირებს ციფრებით, რომ აი ჩვენ ყველაზე მეტად წარმატებული ვართ, ყველაზე სწრაფად ვიზრდებით, სწრაფად ზარდი ეკონომიკა გვაქვს. ამ შემთხვევაში რატომ არ შეიძლება ხელისუფლებისთვის ოპონირების გაწევა და თუნდაც მოკითხვა დანარჩენი სტატისტიკის, იმას რასაც თქვენ ახმაურებთ ამ შემთხვევაში. რატო ეძლევა ხელისუფლებას საშუალება მუდმივ რეჟიმში ატყუოს მოსახლეობა, გამოიყენოს სხვადასხვა მონაცემები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არ არის ხალხის კეთილდღეობის ზრდასთან, იმიტომ რეალობა ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში, რასაც რეფორმას ატარებდა ხელისუფლება, რეალურად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. გაუარესდა, უმუშევრობა გაიზარდა, ცხოვრების დონე გაუარესდა, ფასები გაიზარდა, სყიდულობითი უნარიანობა ლარმა დაკარგა. და ამ ვითარებაში ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ადამიანების მოსახლეობის მოტყუებას, მიწოდებას არასწორი სტატისტიკის და რატო არ შეიძლება რომ ეს ინფორმაციები, რასაც თქვენ ახმაურებთ, უფრო აქტიურად გადიოდეს მოსახლეობაში, რათა ხალხმა იცოდეს რეალურად რა ვითარებაა. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, როდესაც გურიაში მყოფი ადამიანი უყურებს სააკაშვილის გამოსვლას კახეთში, ის ფიქრობს, რომ აი ჩვენ გვიჭირს, მაგრამ აი კახეთი აყვავდა. კახელი პირიქით ფიქრობს გურიაზე. რა თქმა უნდა, ჩემთან მოვა ის სიკეთეები. გეტყვით ახლა რა არის იცით ამ იმაში ყველაზე უფრო მე გამიკვირდა რომ არაფერი არ არის კომუნალურ გადასახადებზე ნათქვამი, რომელიც ჩვენთან მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ალბათ მთელ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ერთი სიტყვა არის პირიქით მეზობლებზე მაღალი გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველაფერი მეზობელზე მაღალი გვაქვს აბსოლუტურად. გაზიდან დაწყებული, რომელიც ჩვენ ტერიტორიაზე გადის სომხეთში, თქვათ, აბსოლუტურად ყველაფერი მაღალია. და რა არის იცით $1000 ვაუჩერი ახლა რატო არაფერს არ ამბობენ? ელექტროენერგიაზე მოდი ვილაპარაკოთ ახლა. ელექტროენერგიის ძირითადი მიმწოდებელი საქართველოსთვის არის ენგურხესი, რომელიც აწარმოებს საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 35-40%. მათ უხდიან ელექტროენერგიაში, თქვათ, თელასი, ლართელ 2000 ისა 1.2 თეთს, მაშინ როცა ბეჟუაშვილის ენერგეტიკულ საწარმოებს იგივე გესებს 9-8 თეთს. ანუ თვით ყიდველობითი უნარი დღეს ენერგეტიკაში არ უნდა იყოს 8 თეთზე მეტი.
ესე იგი 5 თეთრი უნდა იყოს, 3 თეთრი მოგება რო დარჩენ. აი 5 თეთრი რო ვიანგარიშოთ და 7.7 თეთრს რო გამოვაკლოთ, ეს არის დაახლოებით 12.7 რა ფასი უნდა კონდეს ახლა ელექტრონული? მაქსიმუმ 8 თეთრი. და გითხრათ ახლა, წელიწადში იცით რამდენი რჩებათ მოგება? დაახლოებით მილიარდი ლარი. და იმ ვაუჩერებს, არა, ერთი წელი დაურიგებს ვაუჩერებს, მოიმარაგებს მილიონ ოჯახს და ერთი წლის განმავლობაში მარტო ელექტროენერგიიდან ამოიღებს. აღარ ვამბობ დასუფთავების გადასახადზე, რომელიც 10-ჯერ მეტია ვიდრე მისი თვითღირებულება. არ ვიცით რო გვაქვს თუ არა დასუფთავების გადასახადზე შემილია საინტერესო ციფრები გეცხრათ. დიახ, გვაქვს რომ. თუ გვაქვს რო გეტყვით. 2007 წელს დასუფთავების გადასახადი ჩვენთან იყო 60 თეთრი. 60 თეთრი. ამ დროს მოსახლე გამოდიოდა მაღალსართულიან შენობაში ბუნკერში ყრიდა ნაგავს და მოდიოდა ორი ქურთი მუშა, რომელიც გაუტანელ პირობებში არიწინაღებით მანქანაზე ყრიდნენ ამ ნაგავს. შემდეგ მოდიოდა დეზინფექციის სამსახური და ყოველთვიურად ხარჯი ძვირიშდებოდა. ამის შემდეგ გაამარტივეს ჩვენ შრომა მოსახლეობა შრომა გაგვიძნელეს, როგორ თქვა, გააუქმეს ისა და მე-16 სართულიდან უნდა ჩამოიტანო გარეთ ჩაყარო ბუნკერში და ამ დროს 10-ჯერ გაზარდეს. ელექტროენერგიაზე რომ მიმარო გააკეთეს, მანამდე 2 ლარი და 40 თეთრი იყო, ესეც სასტიკად გაზრდილი იყო. ეხლა დაახლოებით 5-6 ლარი გამოდის თვითონ მოსახლეზე. სასტიკად ძვირი, ასეთი გადასახადი არ არსებობს. აი სამაჩაბლოში არა, იგივე ხო შესაძლებელია მოვიძიოთ ინფორმაცია სად მიდის ეს თანხები რომლებიც შემოდის. აი იგივე ელექტროენერგიასთან მიბული დასუფთავების გადასახადი. მოსახლეობაში ჩნდება ეჭვები, რომ ეს თანხები რეალურად მიდის მართლ პარტიაში, იმისთვის რომ მართლმა პარტიამ დააფინანსოს ადამიანები, რომლებიც მას განაწილებული ყავს კორპუსებში, როგორც კორპუსების მაყურებლები და ინფორმატორები. არ მაგათ ოფიციალურად უხდიან ხელფას. ანუ გაფორმებულები არიან დასუფთავების სამსახურში ეს ადამიანები. ზუსტად მე არ ვიცი, რაც არ ვიცი, ბატონო გიორგი იმაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებ. მე ვიცი ისა, რაც ციფრები მაქვს და რაც ოფიციალურად მინახავს. ხოლო იმაზე შემიძლია გაგცეთ პასუხი. ბატონო შალვა, როგორც ეკონომისტს მინდა გითხოთ, ჩავერთვები. იყო თუ არა შესაძლებელი ამ წლების განმავლობაში და როდიდან იყო შესაძლებელი ხელისუფლებას გაეტოლებინა პენსია საარსებო მინიმუმთან. ბიუჯეტი იძლეოდა თუ არა ამის საშუალებას. ანუ ის ინიციატივები, რომლებითაც დღეს გამოდის სააკაშვილი და მერაბიშვილი, შესაძლებელი იყო თუ არა გაკეთებულიყო მაგალითად 2008-2009 წელი მაინტერესებს. რა თქმა უნდა 2008 დააზარდა. რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო. პირველ რიგში შილოვანი ეკონომიკის მოსპობით, მერე გაუაზრებელი ხარჯებით. იცით თქვენ მანქანებზე რამდენი იხარჯება ყოველწლიურად? მანქანების ყიდვაზე და განსაკუთრებით მათ მოვლა შენახვაზე 350 მილიონი ლარი. მე არ ვამბობ უკვე მივლინებები წარმომადგენლები სახელმწიფო მანქანებზე. ტენდერებზე, აი ტენდერებში რო კიპაროსების ვარიანტი. ეხლა მერიამ უგულავამ რო გაიკვირვა და ვითომ გაწყვიტა კონტაქტი. იტალიიდან ჩამოიტანეს კიპაროსები, რომელიც ბიუჯეტს დაუჟდა 980 ლარი და აქ იყიდება 20-30 ლარად. ნუ ეს ხო ფაქტია რა. აი ასე იხარჯება ფული. გახსოვთ მირტა მოედანზე შადრევანი რამდენჯერ გაკეთდა, მე რო გადაიტანეს სხვაგან და დაშალეს. ის მილიონობით ლარი დაუჟდა. გახსოვთ რიყეზე ის რო დაიდგა გრიფით საიდუმლო დააწერეს იმ დროს კონტროლის პალატაში მუშაობდი და მოვითხოვეს სოსელიადგან რომ შევამოწმოთ მეთქი აუცილებლად მეთქი და გრიფით საიდუმლო დახვდა არ შეგვამოწმებინეს. არც ისა ერთ გმირთა მოედანი. მაშინ უკვე დაიწყო რომ რაღაც ობიექტები იყოს სადაც კონტროლის პალატა შესვლას ვერ ახერხებდა. ეხლა ვერსაც რო ანუ იქ ფულის მოხსნა ხდებოდა და იქ არ შეგეძლო თქვენ. ვერ შეხვიდოდი აბსოლუტურად რა. აბსოლუტურად გაუნჭვირვალებდებოდა ყველაფერი. ყველაზე უფრო აი ახლა ბოლო 3-4 წელია ვადევნებ თვალს, იმიტომ ეს ბიუჯეტში პატარა ბიუჯეტია ჩვენთან 120 გვერდიანი თუ 150 გვერდიანი, როცა ამერიკაში, გერმანიაში და რუსეთში დაიწყეს ბიუჯეტის დამტკიცების დროს 3-4 ურიკით მიაქვს ტომებია. იმიტომ იქ ციფრებს ყურადღებას აქცევენ და ყველაფერი გამჭირვალეა. ინგლისში ტომი ბლერი გადაყვა 200,000 ფუნტი სტერლინგის ზედმეტი დახარჯა წლის განმავლობაში მივლინებებში და ამის გამო გადადგა განთავისუფლეს რო უყურეს ეს. მე მახსოვს პრემიერ-მინისტრი იმის გამო გადადგა თუ არ ვცდები უნგრეთში რომ ბავშვისთვის თავის სამსახურეობრივი თანხა რაღაც რამდენიმე ევრო დახარჯა. ეგ არის და მაგაც გეუბნებით რომ საზოგადოებრივი კონტროლი, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ 2-3 წლის შემდეგ, აი ბიძინა ივანიშვილმა ჯერ მე მინდა ბიძინა ივანიშვილსაც ხო რომ უკვე დაიწყო საზოგადოებრივი
კონტროლის შექმნაზე, თუნდაც მის კოალიციასთან დაკავშირებით. უზარმაზარი ძალაა მთელ მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამას უკან ნახოს, რომ სანამ არ შეიქმნება ქვეყანაში მძლავრი საზოგადოებრივი კონტროლი, რომელიც უკან ნახებს ქვეყანას, საათ როგორ დახარჯოს თითოეული ლარი. თქვენ იცით, რომ ბიუჯეტი შევსებულია არა ბიზნესით, არამედ თქვენი, ჩემი და ნებისმიერი მოქალაქე. დამატებითი ღირებულების გადასახადს ბიზნესმენი არ იხდის. ჩვენ ვიხდით აბსოლუტურად. ბიზნესმენი არ იხდის იმას. აქციზის გადასახადს ჩვენ ვიხდით. სიგარეტის ბიზნესი, ისა სიგარეტი აქციზური საქონელია, საწვავი აქციზური, სასმელი აქციზური საქონელია. ნუ საშემოსავლო ის სისტემა, რომელიც შექმნილია ბატონო შალვა, ანუ თანხები საიდანაც მოდის ჩვენი გადასახადებიდან. სადაც რეალურად ადგილი აღარ ჩანს უკვე წარმოებისთვის, ანუ საწარმოებისთვის, რომლებიც შექმნიან კიდე დამატებით სამუშაო ადგილებს. რამდენად შეძლებს სააკაშვილი მის გუნდთან ერთად შეინარჩუნოს ეს ვითარება? რამდენი წლის განმავლობაში შეუძლია გაძლოს ესე, როდესაც არ შეიქმნება ახალი საწარმოები და სამუშაო ადგილები? თუ ეს ძირითადად თუ დაგაკეთდეს იმ პროექტებით, რომელსაც გულისხმობენ, რომ ერთია სახელმწიფო პროექტები, რომ მაგალითად გზაზე, რომელიც ასევე კიდევ ვალებთან არის დაკავშირებული, რომლის გამოც მე იქნება სამინისტრო, ძალიან კურიოზული ვითარებაა. ან მეორეა, რომ უნდა ველოდოთ ინვესტიციებს, რომლებიც საიდანაც უნდა მოვიდეს და უკვე გათვლილია, რომ ეს ინვესტიციები 4 წლის განმავლობაში შემოვა 8 მილიარდი, 4 მილიარდი შემოვა. 4 მილიარდი ბოდიში. ცოტა უცნაურია ეს გათვლა. მაგრამ რაც მაინტერესებს, ის სისტემა, რომელიც ეხლაა შექმნილი, რამდენად შეძლებს დიდხანს გაძლოს ამ ხელისუფლების ხელში? ანუ, როდესაც ისინი манипуляციებით ცდილობენ შეინარჩუნონ ხელფასების სტაბილური გადახდა, პენსიების სტაბილური გადახდა, თუმცა არ საუბრობენ იმაზე, რომ ამ პენსიების გაზრდა ბევრად უფრო ადრე შეიძლება. ამას ინახავენ ის თანხები, რომელიც ჭრილოვან ეკონომიკაშია, აკუმულირდება სხვადასხვა ადგილას, არ ვიცი, შეიძლება ქვეყნებში აქვს გადანაწილებული, მაგრამ გაჭირვების შემთხვევაში ამ თანხებს მოიძიებენ, რისი ფაქტიც დღეს არის, როდესაც ისინი ასე თავისუფლად საუბრობენ თანხებზე, ესე იგი არის მოსალოდნელი, რომ თანხები, რომლებიც მათ გატანილი აქვს თავის კერძო ანგარიშებზე, ამ თანხებს უკან ჩამოიტანენ და რაღაც ნაწილს დახარჯავენ ხალხზე იმისთვის, რომ მოიმადლიერონ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და ამით მიიღონ ხმები. მაგრამ ეს სისტემა, ესეთი ფორმის ეკონომიკა რამდენად გამძლეა დროში? აი გითხრათ, ეხლა თქვენ ალბათ იმყოფებოდით და თვალყურს ადევნებთ 4 მიტინგს, რომელიც დაიწყო 27 მაისს თბილისში და აქციები, რომელიც ტარდება ბიზინა ივანიშვილის ხარდასაჭერად. მე გამაკვირვა გურიის მონაცემები, მე წარმოშობით ოზურგეთელი ვარ და ვიცოდი, რომ გურიაში ეს მოხდებოდა აუცილებლად, იმიტომ რომ ყველაზე ღარიბი რეგიონი. მე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ინიციატორი ბატონ იური ვაზაგაშვილთან ერთად, ვინც წამოიწყო ბიზინა ივანიშვილის ხარდაჭერი ხელმოწერები და სადაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე 20 დღეში, მხოლოდ 5 დღე გაგვიშვა კავკასია მისიც 1000 წუთი, შევძელით 300,000 ხელმოწერის მობილიზება. მე მაშინ ვადევნებდი თვალყურს მთელ საქართველოს და ეხლა მინდა თქვენი ეთერის ვისარგებლო, სულ ყველა იმ 300,000 მოქალაქეს უზარმაზარი მადლობა მოუხადო პირადად ჩემი სახელით. რო ასე ვაშკაცურად და კარგად 20 დღეში წარმოუდგენელი რაღაცა გააკეთებს. სოფლიოში ასეთი ანალოგი არ გაკეთებულა არასდროს. უსახსრობით, საშინელ სიცივეში, სვანეთში, მესტიელი იყო გვარი არ მახსოვს. როგორი ისიც ტელევიზორით შევეხვეწე ადამიანებს, რომ ვინც ვერ ჩამოხვალთ, დაუხაზე სქემა, აი ასე გააკეთებდი და ჩვეულებრივ ფურცელზე, ნაგლეჯებზე ქონდა დახაზული და ჩამოტანილი. მაშინ დავინახე, რომ გურიაში იყო ძალიან მძიმე სიტუაცია. საჩხირის შემდეგ ოზურგეთმა მეორე ადგილი დაიკავა. 10,000-მდე ხელმოწერა ჩამოვიდა მარტო ოზურგეთიდან. ვიცოდი, რომ ოზურგეთში ისეთი განწყობა იქნებოდა. ოზურგეთის რაიონში რეალურად ეხლა 80,000 კაცი ცხოვრობს. 32,000 კაცი იყო. ანუ ყოველი მეორე ოზურგეთის რაიონში მაცხოვრებელი გამოსული იყო. საერთოდ როგორ ანგარიშობენ იმ ხარდამჭერებს? რამდენიც გამოდის შენ აქციებზე, ის 10-ზე უნდა გაამრავ. და იმდენი კაცი მოგცემს ხმას არჩევნების დროს. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ეჭვი მეპარება. თუ ამ ხელისუფლებამ რაღაც რადიკალური ნაბიჯები არ გადადგა, კერძოდ ივანიშვილმა, თუ არ დააბრუნებინა ეს მილიარდები იმ ხალხს, ვინც მოიპარა და თუ არ ხალხის სასარგებლოდ არ გაუშვა რა, ამ ხელისუფლებას ვერაფერი ვერ ეშველება. მე ვეუბნები ახლა ბატონ ახალ პრემიერ-მინისტრს და ნებისმიერ მთავრობის წევრს. თბილისში დაიარონ ნებისმიერ უბანში, ვაკეში, საბურთალოზე, აღარ ვამბობ განსდა სამგურს. შევიდნენ ნებისმიერ ოჯახში და გამოახვილონ მაცივრის კარი. მაცივარი ცარიელია. რაც საქართველოში არასდროს არ ყოფილა.
ხალხს 100 არასდროს არ უჭირდა. ძონძების თუ არ ვწდები 17%-ია ადამიანების თბილისის მოსახლეობას გულისხმობ, თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 17%-ს აქვს ფუფუნება იმის რომ იყიდოს რძის პროდუქტები. ანუ ბავშვები რეალურად ვერ იღებენ საჭირო კომპონენტებს კვების. როგორ იცი შეიძლება ცოტა მეტი იყოს, იმიტომ თბილისში დასაქმებულია 27%. 27%-ია არამომუშავე და შეიძლება ცოტა მეტი იყოს, მაგრამ ეგრე იქნება პრინციპში, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენი საარსებო მინიმუმი მეტისმეტად შემცირებულია. მეზობელ სომხეთთან შედარებით ჩვენ 4-ჯერ ნაკლები ხორცი გვიდევს საარსებო მინიმუმში. ბოლოს ჩემთან სახლში ანუ შემცირებული საარსებო მინიმუმია, როგორ არის? და იმასთანაც კი არ არის გატოლებული. იმასთანაც არ არის გატოლებული რა. ძალიან მძიმე სიტუაცია ბატონო გიორგი. აი ნებისმიერ მე არ ვიცი თქვენთან რა არის, მაგრამ ჩემ ოჯახში, სადაც ჩემი ორი შვილი მუშაობს, უმძიმესი სიტუაცია. მე მაგალითად 2 წელი არ მუშაობ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობდია რა, შიმშილით მოვკვდებოდი, რომ შვილები არ მყავდეს. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობი და ვისაც არ ვიცი ის ხალხი როგორ ცხოვრობს. ნუ უცხოელების გასულ წელს უცხოეთიდან შემოვიდა $1,250,000,000. ეს სტატისტიკა როგორია, შემცირდა თუ გაიზარდა? იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში ჩვენგან მეტი გარგის სააკაშვილი ხო ამბობს, რომ პირიქით უცხოეთიდან დაიწყეს შემოსვლავა. საერთოდ ამას ანგარიშობს ნაციონალების მხარდამჭერია აჭკოსანი პიროვნება. ძალიან ხშირად გამოდის კავკასიაზე და მაესტროზე იმან თქვა რომ ვიღაც ჩვენი ქართული ოცნების წარმომადგენელი ჩაჭრა ვითომ აბა თუ იცი რამდენი შემოდის უცხოეთიდან და რამდენს აგზავნის და საერთოდ ითვლება რომ წელიწადში თუ $1,000 აგზავნის არა $1,240,000,000 უნდა გაყო და ესე იგი $1,240,000 კაცია გასული უცხოეთში რომელიც ფულს აგზავნის რა $1,240,000 $1,240,000 და ამ დროს არჩევნებში რამდენი მონაწილეობს ეს კიდევ ცალკე თემა და ამაზე საინტერესო მონაცემები და ციფრები მაქვს ბატონო შალვა აქვე მაყურებელი ყავს თუ შეიძლება შემოვიყვანოთ და დასვით კითხვა მოგესალმებით სოფლის მეურნეობაზე და გამარჯობა მოგესალმებით ძალიან საინტერესო რაღაცებს ვლაპარაკობთ ეს რონება აი მაინტერესებს მონაცემები გევილებს სპაკლაღანაში რასოფია და სამათხოვრო ზარვალაზე რო ყავარ დაჩერებული შემთხვევებია ეს მაგალითად თუ აქ გამემონაცემე დიდი მადლობა ამაზე მგონი ვისაუბრეთ ჩვენ ეთყობა მაყურებელი არა $20 ბატონო ეგ არის სასაცილო თანხა მით უმეტეს როცა ადამიანს არც პენსია აქვს არც მუშაობს და საკუთარი საკკარიც და შემოსავალიც არ აქვს მასე არის აბსოლუტურად ყველა პიროვნება საქართველოში აქ წერია ამ პროგრამაში რომ ესე იგი გარანტირებულად მიეცემათ მათ ვისაც ეს სჭირდება და სახელმწიფო დღეს 9 მილიონამდე ადამიანს აძლევს სოციალურ დახმარებას და რა არის ეს სოციალური დახმარება რა მნიშვნელობა გდევნილია თუ აქაური მაცხოვრებელი ვის დაუსაქმებელია პირველ ადამიანს ოჯახში ვინც არის 30 ლარი ეძლევა თვეში დანარჩენებს 24 ლარი აი როგორ უნდა იარსებონ ამ ადამიანები აღარაფერს ვამბობ პენსიონერზე რომელსაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს წარმოუდგენელია და რა თქმა უნდა ყველა ადამიანზე უნდა იზრუნოს მაგრამ პირველ რიგში ყველა ადამიანი დასაქმებული უნდა იყოს და ვერავით არის სახელმწიფო ვერ დაასაქმებს კონკურენტული გარემო უნდა შეიქმნას ჩემო გიორგი და აი კონკურენტული გარემო დაასაქმებს ადამიანებს ბიზნესი უკვე საინტერესო გაკეთდება და პირველ რიგში ელიტარული კორუფცია უნდა მოისპოს ელიტარული კორუფციის მოსპობით საბიუჯეტო შემოსავლების ხარჯებით და გამჭვირვალობით საქართველოში მე პირობას ვდებ თვითონ მე პირობას აი ვისაც უნდა ნებისმიერი ხელისუფლების დროს ოღონდ ელიტარული კორუფცია მოისპოს და გამჭვირვალე გახდეს სახელმწიფო ბიუჯეტები და ბიუჯეტი და შემოსავლები დღევანდელ ბიუჯეტს მინიმუმ 50%-ით გავსდით ბატონო შალვა აქვე დასასრულისთვის მე მინდა მე მოვიტანე რამდენიმე დაპირება რომელიც ხელისუფლებამ გასცა 2008 წლის არჩევნებში სააკაშვილის დაპირებებია მან ჟურნალიც გამოსცა ბევრს ეხსოვება იმიტომ რომ თბილისში დარიგდა ეს ძალიან კარგად გაფორმებული მაღალხარისხიანი პოლიგრაფია იყო და მე ჩამოვთვლი 5 სოციალურ ინიციატივას რომელიც 2008 წელს გაჟღერდა
ეს იყო მინიმალური პენსია გაუტოლდება 100 ამერიკულ დოლარს. მაინტერესებს თქვენი კომენტარები, რომელიც შესრულდა ამ დაპირებებიდან. ეს გამომდინარე იქიდან, რომ დღესაც უკვე მზად არის ხელისუფლება ახალი დაპირებები გასცეს და ეს 2009 წელს უნდა შესრულებული. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ გადავხედოთ მათ წინა დაპირებებს და შევამოწმოთ შესრულდა თუ არა ის დაპირებები. პირველი დაპირება ეს არის მინიმალური პენსია გაუტოლდება 100 ამერიკულ დოლარს, აქამდე უნდა გატოლებოდა. მეორე, უფასო ჯანდაცვა პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის. მესამე, დასაქმების და პროფესიული გადამზადების პროგრამა ყოველწლიურად 150,000 მოქალაქისთვის. მეოთხე დაპირება იყო ყველა კარგი მოსწრების სტუდენტს 100 ლარიანი სტიპენდია და მეხუთე იყო 1000 ლარი ყველა ახალშობილს დაბალ შემოსავლიანი ოჯახებიდან და 1000 ლარი ყველა ოჯახს მეორე შვილის შემდეგ ყოველ შვილზე. აქედან რომელი დაპირება შეიძლება ჩაითვალოს, არ ავიღოთ 2009 წელი, ჩავთვალოთ რომ 2000 მაგალითად 2011 წელი ან 2012 წელი ვთქვათ. ამ ხუთი დაპირებიდან რომელი ერთია შესრულებული? არც ერთი დაპირება შესრულებული არ არის აბსოლუტურად. ყველაზე საინტერესოა სააკაშვილის, აი ხავე წავიკითხავ ერთ-ერთ ციტატას, რომელიც ასევე სააკაშვილს ეკუთვნის, ისე 2008 წელს არის ეს გაკეთებული და დარეკლამებული, დაპიარებული მისივე ჟურნალში. სააგიტაციოში ჩემი მთავარი ამოცანაა შეუქმნა საუკეთესო პირობები, რათა გაჩნდეს უამრავი ახალი სამუშაო ადგილი. ჩემი მიზანია დავძლიოთ უმუშევრობა და დავასაქმოთ ხალხი. ჩემი გეგმაა საქართველოს უმუშევრობის გარეშე. გავიდა 4 წელი, 5 წელი ფაქტიურად და ეს მიზანი არ არის მიღწეული, თუმცა ჩნდება კითხვა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სად იყო სააკაშვილი, რატო არ დგავდა იმ ნაბიჯებს, რომელიც გადადგა დღეს და რატო თუ ვანო მერაბიშვილი იყო მაინც და მაინც ამის გადამწყვეტი, რატო იყო ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა ministrად და რატო არ იყო პრემიერ-მინისტრად? მე გითხარით უკვე რომ არც ერთი დაპირება არ შესრულებულა და ერთ-ერთი ოფიციალური ციფრები, მე მიყვარს ოფიციალური ციფრებით ის აპელირება და ის სხვანაირად უბრალოდ წარმოვიდგენელია. თქვენ თქვით აი პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით 1500 კაცი ყოველწლიურად ახალი სასწავლო ის შეიქმნება. 150,000. 150,000? დაპირებებში დასაქმების და პროფესიული გადამზადების პროგრამა ყოველწლიურად 150,000 მოქალაქისთვის. ეხლა გითხრათ რა ხდება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა. კერძოდ 2005-2006 წლებში ქვეყანაში მოქმედებდა 86 ასეთი დაწესებულება. 2008-2009 წლებში მხოლოდ 30. შემდეგ წლებში მონაცემები არ იყო. ესე ახალ პროგრამაში მათ უწერიათ რომ მათ ხო და გითხრათ ეხლა სწავლობდა 28,395 კაცი და 2009 წელს სწავლობდა 2611. ანუ 10 ჯერ ნაკლები. ასე რომ ეს დაპირებები ჩარდა და პირიქით შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკა სხვა ციფრებს არ იძლევა. რაც შეეხება პენსიებს, პენსიებზე ვილაპარაკეთ უკვე და $100 სანატრელია. ესე $100 გახდება 4 წლის შემდეგ, ასე გამოდის აქ 2013 წლიდან, ოღონდ სადაზღვევო პაკეტის ჩათვლით. ეს არაერთხელ მოხდა ესეთი манипуლირება, რომ მე ხსნიდება რომ ჩვენ აი პაკეტი ეხლა სოფლის მეურნეობაზეა საინტერესო, რომ სოფლის მეურნეობაში უზარმაზარ თანხებს დებენ 4 მილიარდ ლარს და 4 მილიარდი ლარის ჩადებით გაიგე. ეს სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად დაკავშირებულია თქვენ პროგრამასთანაა დაკავშირებული ხელისუფლებაც. ძალიანად გადაღებულია, მაგრამ საინტერესოა ეს 4 მილიარდის ჩადებაც კი. და რატოა საინტერესო ახლა? 4 მილიარდის ჩადებით ამბობს, რომ სოფლის მეურნეობას 4 წლის შემდეგ 2-ჯერ მეტად გასდის. ეხლა 2-ჯერ მეტად თუ გასდის, მე ციფრი მაქვს აქ ამოღებული, გითხარით რომ ოფიციალური ციფრებით სარგებლობ და 2003 წელს საქართველოში მოხნული იყო 571,700 ჰექტარი მიწა, 2010 წელს 275,000 და 2-ჯერ თუ გასდის, ვერ მიუახლოვდება 2003 წლის მონაცემებს. ანუ ეს არა ესე იგი 2-ჯერ ვერ უბრუნდებით 2003 ციფრები კარგად ციფრებს კარგად უნდა დაუკვირდეს. რას ამბობს, როგორ ამბობს და დღევანდელ სიტუაციაში რა არის, ის უნდა გაითვალისწინოს. ეხლა რაც შეეხება მეორე ციფრებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში არა იმპორტი, სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი გაიზარდა 6-ჯერ. იმპორტი, სოფლის მეურნეობის იმპორტი. და აქ მე ჩამონათვალი გაიგე, რაღაც საშნაცილო ციფრებია რა. აი სტაფილო არა 2000
10 წელს 2003 წელთან შედარებით დაახლოებით 18000 ჯერ გაიზარდა და რატო 18000 ჯერ? 2001 წელს, 2002 წელს, 2003 წელს საქართველოსთან გადიოდა. ჩვენ გავქონდა ექსპორტი, იმდენი შემოდიოდა. იმ ალბედითი შევარდნაძის დროს 314000 აშშ დოლარის, 315000 აშშ დოლარის, 293900 დოლარის. ჩვენ ექსპორტზე გავქონდა. 2003 წელს ვიღაცამ შემოიტანა 100 დოლარის. გასულ წელს შემოვიდა 1,827,000 დოლარის. მინიშნებულია ქვეყნები საიდანაა შემოსული. ძირითადად თურქეთი. არა, ქვეყანა არ არის მინიშნებული, მაგის პოვნა ადვილად შეიძლება. ეხლა ძირითადად ირანზე გადავიდა, თურქეთიდან ძალიან ბევრი შემოდის. აი გითხრათ ძირითადი მაჩვენებლები რა. 2003 წელთან სოფლის მეურნეობის პროდუქციის თუ ორჯერ გაზის ეს არაფერი შეღავათი ჩვენთვის არ იქნება და რატო ეხლა? ხორცი 2003 წელთან შემოტანა გაზილია 7.7 ჯერ. თევზი 17 ჯერ, რძე 12 ჯერ, ყველი 16 ჯერ. ცოცხალი მცენარეები საქართველოში რო 227 ჯერ მეტი იქნება. საქართველოში მცენარეების ქვეყანაში მცენარეები შემოტანილია 222 ჯერ მეტი. ესე იგი კარგი ფული კეთდება აი იქიდან გამომდინარე რომ 30 ლარიან მცენარეში 1000 ლარს თუ გადაიხდის ბიუჯეტი. ეს ვანო მერაბიშვილმა უნდა ნახოს ყველაფერი. თუ მომთხოვს გაუგზავნი დიდი სიამოვნებით რა. თქვენ ვანო მერაბიშვილი გონიათ რომ საერთოდ არ იყო საქართველოში 29 ჯერ გაიზარდა კარტოფილის შემოტანა 2003 წელთან შედარებით. შემდეგ პომიდორი 12 ჯერ, ხახვი 15 ჯერ. ამიტომაა რომ გლეხი რეალურად კომბოსტო 129 ჯერ. ნუ არ ვიცი სხვა ბოსნეული 172 ის ჯერ. პროდუქტები საშინელი ციფრები. რომელიც აქამდე გადიოდა ექსპორტზე. ჩვენგან რო გადიოდა ის შემოდის ეხლა და თან რა რაოდენობა და ორჯერ თუ გაზარდა და 4 მილიარდი დახარჯა ეს ქვეყნისთვის არაფერი შეღავათი არა. თან საეჭვია რომ ის 4 მილიარდი დაიხარჯოს. რეალურად თუ დაიხარჯოს 4 მილიარდი ქვეყანას მე პირობას ვიძლევი რომ თავისუფლად ერთ-ერთ მოწინავე სასოფლო სამეურნეო წარმოების ქვეყანად გაკეთდებოდა. თანაც წერია რომ 500.000 საწარმო შეიქმნება სასოფლო სამეურნეო. ნახეთ გაგრძელებაში. დიახ. ხო და რა არის იცით? მე ამოვკრიფე ახლა და 2007 წელს თავრობას მაშინ ნოღაიდელი იყო პრემიერ-მინისტრი უწერია რომ 100 ახალი სასოფლო სამეურნეო საწარმო შეიქმნება. სად არის 100.000 2007 წელს დაპირდეს. ეხლა 500-ზე გაზარდა. თქვენ ფიქრობთ ეს ძირითადად არის ციფრებით манипуლირება? არ ვიცი, მე შედეგი ვერ თვითონაც არ ამოწმებენ, ანუ ის სტატისტიკა რომელსაც თქვენ ახსენეთ, ციფრები არ უყვარს და თუ ციფრები ადამიანმა არ ეს სტატისტიკა რო გაევლოთ, მაშინ ეს შეცდომები არ იქნებოდა. რა თქმა უნდა არ იქნებოდა და ამ შეცდომებს აქ არ დაუშვებდნენ. აქ არ დაწედენ ამ შეცდომებს, იმიტომ რომ 4 მილიარდს როცა სოფლის მეურნეობაში ჩადებ, შემოსავლები ორჯერ კი არ უნდა გაზარდო. რაც დღეს გაკეთე 10 ჯერ, 15 ჯერ და 20 ჯერ უნდა. სხვანაირად ვერ მოიზიდა. რა თქმა უნდა. თუ რა თქმა უნდა რეალურად სადღაც გადადება. თუ ეს 4 მილიარდი არა, ჯერ ერთი უნდა ჩადო, ნამდვილად უნდა ჩადო სოფლის მეურნეობაში. და თუ ნამდვილად ჩადებ, არა 20 ჯერ და 30 ჯერ გაიზარდება სოფლის მეურნეობის პროდუქცია. და არა ისე ახლა გზებში რო დებენ 1,500,000,000 გაიგე და სადმინის ის ფული კაციშვილმა არ იცის და დასაქმების მაგივრად დაუსაქმებლების რაოდენობა რო იზრდება. აქ საუბარია განათლების სისტემის ხარდაჭერაზეც. აი განათლების სისტემაზეც საინტერესო ციფრები მოხდება სკოლების რეაბილიტაცია, ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც რეაბილიტაციაზე ლაპარაკობდა სააკაშვილი, რეალურად შემდეგში კი აღმოჩნდა, რომ სკოლების რეაბილიტაცია ჩაუტარებია ბიძინა ივანიშვილს და თან მისივე სახსრებით, რასაც შემდგომში პრეზიდენტი ებრალებდა. გინდათ ხელფასები გითხრათ საქართველოში, რუსეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში, მასშტაბების და განათლების სისტემის და მინისტრების. საქართველოში პედაგოგის საშუალო ხელფასი გასულ წელს იყო 300 ლარი. საშუალო ხელფასი პედაგოგის. რუსეთში დაახლოებით 1270 ლარი. ანუ ჩვენთან შედარებით 4.2 ჯერ მეტი. აზერბაიჯანში 525 ლარი, 78%, სომხეთში 330 ლარი, 10%-ით მეტი. საქართველოში მინისტრის ხელფასი პრემიის გარეშე 3540 ლარია. პრემიანა თქვენ იცით 2 და 3 პრემიებს იღებენ და გასულ წელს მაგალითად ისა გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს აღებული ჰქონდა წლის განმავლობაში 140,000 ლარი. აი დეპუტატად რო აპირები. 140,000 ლარი. რუსეთში ჩვენთან დაახლოებით ჩვენდენია მინისტრის ხელფასი. მაგრამ პედაგოგის ხელფასი ჩვენ პედაგოგთან შედარებით 4.2 ჯერ მეტია. მინისტრის ხელფასი და იქ ამდენ პრემიებს არ იღებს ჩვენთან რო იღებს. და 5 მანქანა თვითონ მინისტრს არ ემსახურება. ეხლა აზერბაიჯანში
მინისტრის ხელფასი 3000 ლარია. ანუ ჩვენ მინისტრის ნაკლები. ხელფასი პედაგოგის იქ მეტია. სომხეთში 1225 ლარია. მეტი არა მინისტრის. ანუ ჩვენ პედაგოგთან შედარებით ისა იქაური პედაგოგთან შედარებით 4-ჯერ მეტი. ეხლა საქართველოში მინისტრის საშუალო ხელფასი პრემიების ჩამოსასვლელად პედაგოგის საშუალო ხელფასი 1000%-ზე მეტია. რაც სოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სოფლიოში არსად არ არსებობს სოფლიოს არც ერთი ქვეყანა, სადაც მინისტრი პრემიების ჩაუთვლელად, თორე პრემიები რო ჩათვალოს 3000%-ზე მეტი იქნება. 1000%-ით მეტია. სოფლიოში ანალოგი ქვეყანა არ არსებობს. ასეთი უთანაბრობა მასწავლებლის და აქ ამბობენ რომ ბოლო 4 შემდეგი 4 წლის განმავლობაში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600 ლარი იქნება. ამ დროს შენ როცა მინისტრს თვეში დაახლოებით 10000 ლარს აძლევ და εν რაოდენობით მანქანას შეუზღუდავი რაოდენობით საწვავს, სატელეფონო ლაპარაკს, მივლინებებს, წარმომადგენლობით ხარჯებს, არა, ყველაფერი ეს უნდა დაითვალოს. ყველაზე უფრო რა გამიკვირდა იცით? თან ბიუროკრატიული წნეხის შემცირებაზე საუბრობს პროგრამაში და თან ხსნის ახალ სამინისტროს ხსნის ისეთ სამინისტროს, რომლის ფუნქცია თავისუფლად შეუძლია შეასრულოს შრომის, რომელსაც ქვია ეს სახელი, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს. თავისუფლად შეუძლია. თელ სოფლიოში ძირითადად ეგ სამინისტრო ასრულებს. თუ არა და იქიდან გამოიყო თანხა იმას დაეკლოთ იმისთვის თანხა ბიუროკრატიული აპარატისთვის და აქეთ გადმოენაწილებინათ. ბატონო შალვა, ვიცოდი მე ველოდებოდი რომ ვერ მოვახერხებდით ამ უმწურავად საუბარს ამ თემაზე, მე იმედი მაქვს ცალკეულ მიმართულებებზე ჩვენ კიდევ შევხვდებით შემდეგ გადაცემებზე, დღევანდელი ეთერი ამოიწურა, დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა მაყურებლებს და შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო კოალიცია ქართული ოცნების წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომისტი ბატონი შალვა მექობიშვილი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.